წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. საუნშედობის ვერბასო მეგობრებო და ჩვენი ტრადიციული სპორტული ტოქ-შოუ. მე კიდე ერთხელ მინდა უშუალოდ ანუსთან დაკავშირებით თქვენ მთელი დღის განმავლობაში ისმენთ, რომ რა ხდება, რეალურად დღეს ქართულ ჭადრაკში, პირობები მოხსენებათ ახლა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო წლების, 2012 წლიდან მოყოლებული კეთრად რადიკალური ცვლილება იქნა არათუ გაუმჯობესებული, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ ქართული ჭადრაკის ისტორიაში ჩვენ ასეთი, თუმცა არა ბევრია, რა თქმა უნდა და ეს კიდევ არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ასეთი სურათი არ გქონია, ყურადღება გახლავთ მაქსიმალური დაწყებული ბუნებრივია სამსვლელო პროცესიდან დამთავრებული შემდგომ სხვადასხვა სახის შეკრებები, რომელიც ნამდვილად და ყველა აღნიშნავს თავად მონაწილეები ჩვენი მოჭადრაკეები, როგორც ქალები, ასევე ვაჟები, რომ ნამდვილად არაკლია, თუმცა შედეგი საერთოდ ეროვნულ ნაკრებებს რომ დროებით თავი დავანებოთ, ყველაზე საგანგაშო ის გახლავთ, რომ ჩვენში ამოქმედ და სრული დატვირთვით ეს არის ჩემი აზრით ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული პროექტი სპორტის უკლებლივ ყველა სახეობის შორის საქართველოში მხედველობაში მაქვს მისი ინფრასტრუქტურიდან და თავად იმ პირობებიდან გამომდინარე რაც შექმნილი, ეს არის თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია, თუმცა ახლახანს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართულ ჭადრაკში შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული კრიზისის ხანა დგება. თუ დროებითი მოვლენა. ამის შესახებ სწორედ გვექნება დღევანდელ გადაცემაში საუბარი და ვინ თუ არა უკვე არაერთი თაობის აღმზრდელს და პრაქტიკულად დღეს მოქმედ ჭადრაკში მოდი ასე ვიტყვი 99% როგორც ვაჟების, ასევე ქალების, საერთოდ პირადი მსვლელი კონსულტანტი გნებავთ ერთიც, მეორეც, ცნობილი ქართველი დიდოსტატი, უდაოდ გამორჩეული გახლავთ და ამას სხვა შორის არც ერთი ჩვენი ახლობელი და საჭადრაკო კოლეგა არ გვიწყეს, ბატონი ხვიჩა სუბადაშვილი, ვინაც მსვლელებს შორის დღეს საუკეთესოა, როგორც თავისი შედეგით, ასევე თავისი შემოქმედებით და ამას სხვა შორის პრივატულ საუბარშიც და საერთოდ საზოგადოების წინაშეც ყველა მოჭადრაკე აღნიშნავს და ისორედ ბატონი ხვიჩა სუბადაშვილი ჩვენ დღევანდელი განცემის სტუმარი. ბატონი ხვიჩა საუმშვიდობის და მოდი ისე დავიწყოთ უშუალოდ განვლილი მსოფლიო ჩემპიონატი დასაგობრევ კატეგორიებში. ეს იყო ჩვენი საჯილდაო კვაწლეო, საერთოდ რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი ტურნირი შეიძლება ითქვას, რომ არც თუ მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ და ვიცით შევეხოთ ასაგობრევ კატეგორიას, ხო მანამდე ჩვენ მასპინძლობდით, აქ ქონდა ხო 6 ასაგობრევ კატეგორიაში 8 წლიანებიდან დამთავრებული 18 წლამდელებში. აქ სხვადასხვა თქვენმა კიდევ ერთმა აღზრდილმა და მისი პირადი მსმენელიც, ხო? ნინო ხომერიკმა გვასახელა ევროპის ჩემპიონატზე. მოგესალმებით. რაც შეეხება მსოფლიოს პირველობას, ჯობია მანამდე თქვათ ორიოდე სიტყვა ახლა შეეხეთ ნინო ხომერიკის გამარჯვებას ევროპის ჩემპიონატზე. შეიძლება ითქვას ფანტასტიკური გამარჯვება იყო, უკვე მეორე ზედიზედ წელს მოპოვებული იქნა ოქროს მედალი, რაც უდაოდ დიდი წარმატებაა არა მარტო ნინო ხომერიკის, არამედ მთლიანად ქართული ჭადრაკის. მაგრამ სამწუხაროდ და ცუდი ის არის, რომ ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი შემთხვევა და ასე უგასრაოდ გამონათებასავით, ხო, გოგონა გამოჩნდა უკვე კარგი ხანია სხვა შორის. მესამე წელია, ესე იგი 2014 წელს ავიღეთ მეორე ადგილი, ანუ ვერცხლის მედალი და შაშანდა წელს უკვე ოქრო მოვიპოვეთ და აშკარა ამ გოგონას წინსვლა და იმედი მაქვს, რომ ღირსეულ ადგილს დაიკავებს. მსოფლიო ჩემპიონატი არც თუ ურიგოდ დაიწყო, პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად გავლო, იყო სადღაც 90%-იან შედეგზე, 5-დან 4 ნახევარი ქონდა და მერე მეორე ნახევარში დაიწყო სერიოზული დაღმასვლა, რამაც სამწუხაროდ საპრიზო სამეულს მიღმა. მე მაინც მქონდა იმედი, რომ ბოლოს ისევ გამოასწორებდა. ხო, ხვიჩა თითქოს შეძლებდა რა ბრინჯაოს მედლის მოპოვებას, მაგრამ მოგახსენებთ, ეხლა გადაბრალებას და სიტუაციაზე გადაბრალებასავით არ გამომივიდეს, მაგრამ თავარი მაინც მიმაჩნია შემდეგი. ძალიან პატარა იყო დისტანცია, ესე იგი დრო ევროპის ჩემპიონატიდან მსოფლიო ჩემპიონატამდე.
მოგეხსენებათ, რამდენიმე თვე მაინც უნდა იყოს რა, რომ ერთი ამხელა ტურნირიდან გამარჯვების შემდეგ ეს ეიფორია, ეს ამბავი ბავშვია, ხო? თან მოვიდეთ, სოფლიო არის აშკარად გაგრძელებული. 11 ტურნირი ტარდება, ასე რომ მთელი ეს ამბავი, ეს ეიფორია, ეს ყველაფერი, ხო? აი გადახარშვა უნდა რა ამას ყველაფერს, ხო? ეს არ არის იული ამბავი. მე ვთვლი რომ არ არის სწორი, როდესაც აი ასეთ პატარა დროს ტოვებ ფიდეს პრობლემა არ არის სწორი, როდესაც პატარა დროს ტოვებ აი ამ ხელა ერთი შეჯიბრიდან მეორე შეჯიბრებამდე. ბატონო ხუჭა, ისე რამდენად აი ასე ვთქვათ მუშა მეცადინე გოგონა არის ქართული ხასიათი, არ ჯერდი ნუ ეს მე ვიზუალური მხარე მე თავიდანვე აღნიშნე და ყოველთვის რისის მეშინია ეხლა ხო მშვენიერესი გოგონა რომელსაც შეუძლია ეხლა ნებისმიერ დროს რაღაც ისეთი პირადი ცხოვრების ხრი მიიღოს ესეთი განწყობილება, მაგრამ არ გამოდის რა ბატონო ხუჭა დამეთახმეთ. არა მე იმას კი არ ვამბობ, ეხლა ძირფასო მეგობრები მარაში უკაცრავად არ გადავდიო, რომ საერთოდ არაფერი, მაგრამ არის რა რაღაც ეტაპამდე, სადაც ისეთ პირადი ცხოვრება ნუ მაქსიმალურად უნდა შეზღუდო, ანუ მთლიანად დაუთმო ხო? ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბევრი ამის შესახებ და იმედი მაქვს რომ ნინო ისე იმუშავებს როგორც საჭირო. ანუ ჭადრაკი არის ძალიან მძიმე სამუშაო და წარმატების მიღწევა ხდება ძალიან დიდი შრომის შედეგად. ასე რომ საკმარისი არ არის ნამდვილად ის, რასაც არა მარტო ნინო მთლიანად ქართველი მოჭადრაკეები, ესე იგი ვარჯიშებს ატარებენ. აი აქ სად არის ბატონო ხუჭა, იცით აი ეს ძალიან ისეთი ცოტა ისეთი ზედაპირული ზოგადი კითხვა, იცით ზაღლისთავი დამარხული, ეხლა მე ვიცი რომ ყველა თითქმის ყველა, ნუ სადღაც მოდი ასე ვთქვათ, აღნიშნე კიდეც 90% მეც კი ოდნავ ნიჭიერი გამოჩნდა, ყოველ შემთხვევაში თქვენი მეთვალყურეობის თუ არა თვალთახედვის არის მაინც იმყოფება და თქვენ ყოველ შემთხვევაში იცით მისი ავანჩავანი და რამდენად გააჩნია იმის პოტენცია და ნიჭი და აი ამ ხრივ ხო არ დაგვეწყო კრიზისი აი გენეტიკურ შეიძლება ჩართვას გავაკეთებ აი ჩემი მხრიდან. თქვენ უკვე მე რამდენი დახსენეთ ბატონო დიტო აი ჩემს გარდა მან მუშაობს ლაშა ჯანჯღავაც, რომელიც ლაშიკო გადასარევი სპეციალისტია, ფუნქციონალი აქ და მარტო მე ავწევ ამ ჭაპანს ქართულ ახალგაზრდულ ჭადრაკში და ასე რომ ლაშასთან ერთად ესე იგი არა მე სულ სხვა რაღაც მე მინდა თქვენი შეფასება როგორც სპეციალისტის კონკრეტულად აი კონკრეტულად უშუალოდ ნიშთან დაკავშირებით აი რატო გვაქვს შავარნა აი სად უნდა ვეძებოთ ანუ ეს არის განპირობებული ვთქვათ ბატონო დიტო ძალიან შორს წაგვიყვანს ეს საკითხი არა კი ბატონო ეს არის გეტყვის არა გასაგებია მესვის მაგრამ ეს არის უკვე აი სპეციალისტების გადასაწყვეტი სწორად გამიგეთ ეხლა გქონდა გამგეობა და ვისაუბრეთ ამის შესახებ ბევრი რომ ძირეული ცვლილებებია საჭირო ბავშვთა ჭადრაკში კერძო და ბატონო ძალიან ძირეული ცვლილებები პრაქტიკულად ქირურგიული ჩარევა აქვს საჭირო იმიტომ რომ სულ უკან მიდის სიტუაცია და მარტო ერთი ნინო ხომერიკის წარმატება ნუ იყო კიდე სიბაშვილის წარმატება მაგრამ უკვე ბოლო ორი წელი რა თქმა უნდა ერთადერთი ვისაც ჰქონდა შანსი რეალური იყო ნინო ხომერიკი თუმცა ევროპის ჩემპიონატზე კაჭარავამ პრაქტიკულად დაკარგა მედალი შეიძლება ითქვას დაკარგა მაგრამ მაინც სხვაობა ხომერის და კაჭარავას კლასური საკმაოდ დიდია სამწუხაროდ ბატონო არის კი გარკვეული თუმცა სწორი მიმართულებით და მუშაობით კარგი ბიჭია ძალიან და იმის შეიძლება მისგან კარგი მოჭადრაკე დადგეს და ასაკი მსმენელს 12 წლისა ასე რომ რას ამბობ ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ყველაფერი წინა აქვს აი მთავარი აი სიბაშვილი ახსენეთ თქვენ სიბაშვილი იყო თქვენი ერთ-ერთი ბოლო წლებში საუკეთესო მოწაფეთაგანი ვინაც აიღო ესაც ვარჯიშობ ჩვენ ერთად. მაგრამ რა მოხდა? აი ბოლო ბიჭს ვერ ვცნობ. არ და წესიერი ბიჭია, თითქოს შეხედავ იცი ესე. ძალიან მომდომები, ძალიან აი ჭადრაკს აჭირდება ყველაფერი აქვს რა თითქოს. აი ჩამოყალიბებული ბიჭია, აი მომდომებული, წესიერი, რა ვიცი, განათლებაც არ აკლია და მოკლედ. კი, განათლების ხრივ აი ეს არც ნიჩუჩივით მაინცა და მაინც ასე, მაგრამ აი რაღაცები ეთყობა მთლად სწორედ არ იქნა წარმართული და გამოვასწორებთ ამას. ეხლა რაც თავარია გიორგი ესე იგი ჩააბარა სპორტის აკადემიაში რაც იმას ნიშნავს რომ ის მიყვება ჭადრაკს და სერიოზულად აპირებს რომ იმუშაოს და უბრალოდ უნდა დიდი მოჭადრაკე გახდეს
ან თვითონ აქ ანუ ხელი ასე გული ასრულებული არა მას არ ჩაუფარები არც სამედიცინოზე ასე მან ჩააბარა სპორტის აკადემიაში რაც იმას ნიშნავს რომ მას უნდა გახდეს მოჭადრაკე და პროფესიონალი ჩვენს გადაცემაში პირველი სარეკლამო ჭრა ძვირფასო მეგობრებო მე შევხსენებ ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმარი გახლავთ ცნობილი ქართული დიდოსტატი და სპეციალისტი მწვრთნელი ბატონი ხუჩა სუბატაშვილი ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში საკმაოდ საინტერესო თემით აი კერძოდ ბატონო ხუჩამ ბზანა ახსენა რომ ახლა მართლაც უკვე ქართული ჭადრაკის მესვეურები მიიჩნევენ რომ უკვე მართლაც ეგრეთ წოდებული ქირურგიული ჩარევაა საჭირო უნდა დაიწყოს ზირეული წვლები აი კერძოდ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რა მხრივ ეს საერთო განათლება საერთო მომზადება თუ გნებად იგივე ფიზიკური მომზადება ბევრმა არ იცის და შეიძლება ვიღაცას გაიღიმოს კიდეს ჭადრაკის თქვენ თუ გონიათ ნაკლები ფიზიკური მომზადება საჭირო ვიდრე რომელიმე სხვა სათამაშო ბურთია სახეობაში ძალიან ცდები აი ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბატონ ხუჩას უბადაშვილთან ერთად ჩვენ რამდენიმე წუთში სარეკლამო ჭრის შემდეგ დავბრუნდებით დაუთმო დრო ქართულ სპორტს სპორტ ტაიმი რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დიტო მარინაშვილთან ერთად ვაგრძელებთ ძირფასო მეგობრებო ჩვენს დღევანდელ გადაცემას კიდევ ერთხელ შეასწრებთ რომ ჩვენ სპორტულ დოკ-შოუში დღევანდელ საუბრობ ჭადრაკზე აი არსებულ პრობლემებზე და ვეძებთ გამოსავლის გზებს იმიტომ რომ ჩვენ აი კიდევ ერთხელ რაღაც საოცარი პარადოქსის წინაშე აღმოჩნდი მე თქვენებათვით უნდა განმეორდე რომ შეიქმნა იდეალურთან მიახლოებული პირობები ჩვენთვის, აი ჩვენი საზომით, მოდი ახლა ეს საზომსაც მინდა ხაზი გაუსვა, თორე სულ მომყავს ხოლმე ბატონო ხუჩა ჩვენი ბატონი ხუჩა სუბადაშვილი ჩვენ დღევანდელ გადაცემის სტუმარი სულ მომყავს ხოლმე ჩვენ ახლა ინფოფონებას მოწყვეტილი ვარ ბატონო ხუჩა ახლა კონსტინიუს რვა ხო ის მელეხი ქმარი როყავს და ჭადრაკის სასახლე აუშენა არა მარტო კონსტინიუს არა მარტო მაგრამ ახლა იმას სასახლე აუხსენა საერთოდ ახლა მოსკოვის ოლქში თავისი ყოწარმოგი ტბებით იმით ხო ახლა ეს ჩვენთვის ახლა ჩვენ რომ მაგი ფუფუნება კი არა მაგის მე ასეთი პირობები მქონდა მაგრამ მე გამოდივარ აი ჩვენი არსებული ქართული რეალური ცხოვრებიდან გამომდინარე რომ ამ ხრივ მართლაც პირობები ჩინებულია ყურადღება გახლავთ მაქსიმალური თუმცა თაობა გაიყინა, თაობა გაჩერდა, თაობას ვიღაჩივის და ის გუნდი, რომელიც შეიძლება გუშინ გახდეს სოფლიო ჩემპიონი, შემდგომ ელემენტარულად ვერც ინდივიდუალურად უცნობთ ცალ-ცალკე შეჯიბრებებზე და ვერც სხვა შორის ამაზე იცით, ბატონო ხუჩა, აი ყველაზე უბრალია თქვენი შეფასება, რა ხდება, რა ჭირთ ხო? კი, არა, ეხლა მე მაპატია დემაგოგიაში არ გადავდივარ პირიქით სულ ცხოვრება დემაგოგის წინააღმდეგ, ყველაფერს ვერ მოიგებ და არა ვარ მაქსიმალისტი, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, იცით, ასე სპორტულ ენაზე. ყველაფერს ვერ მოიგებ, მაგრამ ყველაფერი არ უნდა წააგო. ეხლა ბოლო ოლიმპიადის შედეგები და ნაჩვენები თამაშის ხარისხი ჩვენი ქალების, ნუ იცით, ვერანაირ კრიტიკას სამწუხაროდ ვერ უძლებს. ხო, ხა 24 ადგილზე ხო წარმოგიდგენიათ 3 წაგებით კაცები. ქალები, არა, კაცები, ხო, ქალები მეათე. მაგრამ ის მეათე ამას მეათე და ეხლა ჩვენში დარჩენილ 24 შორის ძალიან ცუდი შედეგია. ნუ ყველაზე უარესი რაც კი ყოფილა ოლიმპიადაში. აი რა მოხდა თქვენი აზრით? თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას ამ ყველაფერს აგრეთვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ წინა წელს ეს ხოდა ამ ფონზე იგივე შემადგენლობა გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. და არც ერთი არ არის ვეტერანი. ეხლა ხომ მეთახმებით ბატონო ხუჩა არც ერთ არ არის. ასე რომ აი ესეთი კონტრასტული შედეგი დაფიქსირდა სამწუხაროდ. ესე იგი ერთ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონობიდან თან აი ესეთი ფანტასტიკური შედეგი იყო ნამდვილად ერთი ყაიმი და დანარჩენი მოვიგეთ. თან დაფასած რა შეეხება ბატონო ხუჩა დამეტყვით ბოლო წლებში საგზნობლად ბოლო 2 წლის განმავლობაში მეორე აჭარელმა გოგონამ ნინო ბასიაშვილმა საგზნობლად მოუმატა და უკვე აშკარად მოუმატა. გუნდში დაფის პრობლემა ანუ იგივე სადადარიგო როტაციის შემადგენლობის როტაციის უკვე გასილებით მე თავისუფალი ხო ეხლა ზაგნიძე ჯავაბიშვილი ხოტენაშვილი მელია ბასიაშვილი გუნდი შეგრული იქ ეხლა არ ვიცი ხა არაბიძემ რომ მოუმატოს და ეს ჩვენი როგორ ცოტა უფრო მე სერიოზულობით რომ მივუდგეს კიდე შეგვიძლია რომ აკეთოს რა თქმა უნდა ძალიან კაი მოჭადრაკეა მერი არაბიძე და მე მაინც მგონია რომ მალე შევიხილავთ მას ისევ ნაკრებში ან მერტვაგრას უბრალოდ ერთ საოცარი რაღაცა რომ არაფრით არ მოდის სამტრედია და თბილისში საცხოვრებლად და ეხლა სამტრედიაში სამწუხაროდ მამტი და ეხლა მისხერეს სამტრედიელები მეორე ვასიუკის სოვლიური ქალაქი ურჩევია არა ურჩევია კი მაგრამ თამაშის და შედეგის ხონდა ბანო ხუჩა დაუბრუნდეთ ის უშუალოდ თაობას რატო შეწყდა რატო შეჩერდა აი სხვა შორის თქვენი მშობლიური ქალაქის ქუთაისში რომელიც ქართული ჭადრაკის და არა მარტო როგორც უამრავი სპორტის სახეობის და მათ შორის ჭადრაკის სამჭედლოს გახლავთ აი სხვათა შორის
ქუთაისიდანაც აი ასე ვთქვათ ტალღის დინება ბოლო პერიოდში კლებულობს, ხო? არა მარტო ქუთაისიდან, ქუთაისიდან როდესაც ვახსენებ ვიდეო რომ მართლაც სამჭედლო იყო, გეთანხმებით აი ტალანტების და ესეთი წამყვანი მოჭადრაკეები, ესე იგი, მაგრამ აი დღეს აშკარად უკვე პრაქტიკულად იმერეთის ფედერაცია მუშაობს. ნამდვილად ვერ ვიცი. არც ერთ ქუთაისელ მოჭადრაკეს სამწუხაროდ არ ქონია შანსი აი რამე მედლისთვის ბრძოლის. აი ეს არის ყველაზე საოცარი კიდევ რა. და რა აი სად არის ძაღლისთავი დამარხული? ბანოხიჩი არის მაგალითად ასეთი მოსაზრება რომ ხო არა გვაქვს პრობლემა ჩვენ ეხა თაობას. ზუსტად აი ეს ძაღლისთავი არის ეხა მოსაძებნი და აი მაგას გავაკეთებ ძალიან მოკლე ხანში რა. აი რა მინდა კითხოთ მე ჩვენ არა ვთქვით იქ ზურაც იყო აზმაი ფალაშვილი, გია გიორგაძე და ბევრი იქ. და შევიკრიბოთ მსვლელები, საუკეთესო მსვლელები, ვთქვათ აი წამყვანი მსვლელები და ერთად დავსახოთ გეგმა და რაღაც რადიკალურად რო შეიცვალოს, იმიტომ რომ აი ესე გაგრძელება აღარ შეიძლება ფაქტია, კი ბატონო არის ეს შეკრებები, არის ისა, არის ესა, შეიძლება გუშინ არ ყოფილა ეს ყველაფერი დღეს არის, მაგრამ ეთყობა ისე არ არის როგორც საჭიროა. გამიგეთ? აი რაღაც ისე არ კეთდება როგორც საჭიროა და აი სუსტად ეს არის მოსაძებნი ეს მიზეზი. არ არის ამის მოძებნა იოლი და თუ არის კიდე შეიძლება იყოს რამდენიმე გესმით მიზეზი. და აი ზუსტად რატო რისთვის აი ეს არის დასალაგებელი და ძალიან მალე მოხდება იმედი ეს. ბანოხიჩი ღმერთფაქრას ეს ასეც იყოს რომ არა ერთი და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ სხვადასხვა ეხლა ამას ესე ხუმრობთ რა თქმა უნდა რუსოფობიაში ვერ ჩავმართვენ რუსული საჭადრაკო სკოლა მოსწავლეობა სოფლიოში ყოველთვის პრიორიტეტული და უდაო ლიდერი იყო და აი რუსები აღნიშნავენ ერთ ფაქტს რომ სხვადასხვა უჩივიან ასევე კრიზისს გამომდინარე იქიდან რომ იგივე შედეგებიც რასაც იმ რესურსს უთმობენ ამხელა იმპერია უთმობს და ყავთ ეს განსაკუთრებით აქ რუსი ებრაელების თელი კოჰორტა შეიძლება ითქვას უჩივიან ისიც აი საერთო ის რაც არა მარტო საქართველოში იგივე რუსეთის სოფლიოში აი ეს ღირებულებების გაუხასურების ფონზე მაბად იცით აი როცა დაიწყო ამ ლიბერალიზაციის ფონზე როცა იკლოს ზოგადი განათლების ფაქტორმა აი ხო არ არის ეს ერთ-ერთი კიდე გამოწვევი მიზეზი რა თქმა უნდა ბევრი თვლის რომ მაბად თანამედროვე ჭადრას განათლება არ ჭირდებოდა ეს რასისულელია ბატონო რას ამბობთ როგორ არა ბევრი სერიოზულად თვლის ყველა დიდი მოჭადრაკე პრაქტიკულად იყო გენიოსი და მეცნიერები იყვნენ და ფილოსოფოსები და პროფესორები იყვნენ რას ამბობთ უზარმაზარი რომ ის დრო წავიდა ის აღარ უზარმაზარი ინტელექტის პატრონები რას ამბობთ ბატონო დიტო ეს ხო და ძალიან მცდარი შეხედულებაა და რაღაც თავსმოხვეული სისულელეა რა თუ გითხოთ არა აბსოლუტურად გეთანხმებით იგივე ზუსტად იგივე აზრი მაქვს და მე ურჩევდი ყველა მოჭადრაკეს რომ წიგნი აიღოს ხო ესე წაიგითხოს კომპიუტერთან ჯდომას და თუ კომპიუტერში არიან მაინდა-მაინც შემძროლები ხო იქ წაიგითხონ რამე რა და დადებითი ინფორმაცია ამოიღონ იმ კომპიუტერებიდან და ინტერნეტიდან მაშინ ბატონოხიჩა იცი ჩვენ მაშინ ძალიან დიდი პრობლემის და დილემის წინაშე ვდგებით იცი ცოტა ეხა ძნელია ამ თაობასთან ხო იცით ისეთ თემაზე როგორც წიგნია და წიგნიერება და ის არ ვიცი იცით აი ხა ჩვენ განაცემაში კიდევ ერთ სარეკლამო ჭრა ზურბაზე მოგერო ამიტომ ვამბობ მე ეცეთ ყურადღება ნუ დაგავიწყდებათ რატო ვამახვილებ ჭადრაკზე ასე ყველაზე მნიშვნელოვანი რატოა ეს სპორტისთვის მეცნიერება და მეცნიერებაზე მეტია და რატო ეს ერის ინტელექტს, ერის პოტენციალს, ერის ნიშს და გენს განსაზღვრავს და განმარტავს მაბატია და ეს არ არის უხეშად რო თქვა თქვის როლა ეს არის ეს სპორტზე გაცილებით მეტია და აი რუსი ლაკმუსის ქაღალდებით არის ხო ბატონოხიჩა გვაძლევს ერის რეალურ მდგომარეობას ის შედეგი და ის თაობები რაც თორე კიდევ ერთხელ არ არის აუცილებელი ხო მაინც დავე სოფლიო ჩემპიონი ყავდეს რომ არ ყავდეს სოფლიო ჩემპიონი ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვი აი მაგალითად მე რუსეთშიც ვერ ხედავ დღეს ისეთ დიდ ტალანტს რო აი როგორც კრამნიკი იყო მაგალითად კასპაროვზე და იმებზე რაღაცა ტიტანები ყავდა ხო იგივე კრამნიკი რომელიც სოფლიო ჩემპიონი სერიოზული მოჭადრაკე აი ესეთი დიდი მოჭადრაკეები აი დასაწყისშივე რო ჩანს აი კოჭებზე ეთყობო რო იტყვიან და დიდი მოჭადრაკე იქნება აი ესეთი ზეტალანტები მე ვხედავ რომ რუსებს არ აყავთ აი ამაშია ზუსტად აქ ისევ ზოგად განათლებასთან გვაქვს სერიოზული პრობლემები და ეს უპირატესად მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ამ და სხვა საინტერესო სიახლეები ძვირბასო მეგობრებო ის რაც უშუალოდ ქართული ჭადრაკის სადაგ დღეებს ეხება რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით ჩვენს განაცემაში კიდევ ერთი სარეკლამო ჭრა Sport Time. Radio იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ჩვენი განაცემის ძვირბასო მეგობრებო მესამე ნაწილი საკმაოდ ხანგრძლივი და უკვე თავისუფლად ყოველგვარი ჭრის და ყოველგვარი შეწყვეტის გარეშე შეგვიძლია ვისაუბროთ ვრცლად
მაშასე ჩვენი დღევანდელი გაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ბატონი ხვიჩა სუბადაშვილის, რომელი ქართველი დიდოსტატი, ვის ხელში პრაქტიკულად აი ბოლო რამდენიმე თაობა, ხო, ყველა აბსოლუტურად პირადი მსმელი კონსულტანტი და მისი თვალთახედვის არეში არის თამამად შეიძლება ეთქოს ასე ხელის გულზე სრულიად ქართული საჭადრაკო სამყარო და ვინ თუ არა ბატონი ხვიჩა უბრიანი სწორედ ვაფასებთ აი რა ვითარებაა დღეს ქართულ ჭადრაკში შედეგები კიდევ ერთხელ საგანგაშოა მხედველობაში მაგ უპირატესად შევეშოთ დროებით ეროვნულ ნაკრებ გუნდებს და ის რომ ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში აი ბოლო უკვე მიუხედავად იმისა რომ სწორედ სხვა შორის ბოლო 2 წლის მანძილზე უშუალოდ ბატონი ხვიჩას ხელმძღვანელობით აი უშუალოდ როგორც პირადი მსვლელი 5 медали იქნა მოპოვებული, მათ შორის ბატონი ხვიჩა 3 ოქროს, ხო? თუ მე შეიძლება არ ვალდობს ესე იგი ნინო ხომერიკი 2 ოქრო ავიღეთ ნინოს ორივე ევროპირებაზე და არა მესამე ოქრო იყო ბათუმის საჭადრაკო კლუბის ევროპის ლიგის გამარჯვება. ევროპის ლიგაზე უკვე საგალბურთო კლუბი და იყო აგრეთვე 2 ვერცხლინი, იგივე ნინო ხომერიკმა 2014 და გიორგი სიბაშვილმა და მას შემდეგ ბიჭებს შანსი არ ქონიათ სამწუხაროდ. არც ბიჭებს სამწუხაროდ და არც გოგონებს და აი სოფლიო ჩემპიონატზე მედალს ვინჩივის ბანუ სოფლიო ჩემპიონატს რაც შეეხება ეს დიტო ესე იგი საქმე რაში აქაც ნინო ხომერიკს რეალურად შეეძლო სამეულის ბოლოს წინა ტურში აი ეს მართლა გადაღლილობის მომენტი იყო საოცარი რაღაც მოხდა თვითონ ძალიან მაგარი ტაქტიკოსია და მამამისის დამსახურებაა გიორგი ხომერიკის აი ამოცანები იმდენი ახსნევინა ბავშვობაში რომ იმდენი ახსნევინა ეს ამოცანები ბავშვობაში რომ აი ეს აქ ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული აი ეს ტაქტიკური ხედვა და ზუსტად აი ამ ტაქტიკური ხედვით ფიგურა დასვა რა ანუ მოწინააღმდეგის ის გამორჩა ელემენტარული სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვით თუ არა გადაღლილი თორე აი ზუსტად ბოლო ტურში მაქსიმუმის აღების შემთხვევაში იყო ბრინჯაოს შემთხვევაში რაც რეალური იყო პარტიის მიმდინარეობიდან თუ ვიტყვით რეალური იყო გამარჯვება იმ პარტიაში და მესამე ადგილი ალბათ მინიმუმ იქნება. შეიძლება მეორეც წამო. ანუ მეორე არა, შედეგი, მაგრამ ბოლო ტურში მესამე ადგილი კი კაცი როგორ ადაждდებოდა და რეალურად არა, რაც დაждდა იმის მიხედვით. რეალურად მესამე ადგილს მაინც ავიღებდით და ბრინჯაოს დავისაგუთრებით და სოფლიო პირველობაზე ნამდვილად არ იქნებოდა სული. ანუ თქვენ ბრძანეთ ეხლა რომ მთელი ქართული საჭადრაკო სრულიად სამყარო შეიგრება, არა მარტო გამგეობა, არამედ ყველა ვინ ჩართულია მხედველობაში, მე მხედველობაში ალბათ მაია შემოგვიერთება ჩიბურდა იმიტომ ყველა პროფესიონალისტი დიდი მოჭადრაკის ყველა ჩაერთო იოსკას კაბუდონ ნანას აზრის გასათვალისწინებელია გენიოს საერთოდ სოფლიო ჭადრაკის ნანა იყო ახლა გამგეობაზე და ძალიან აქტიურობდა და ასე რომ და რით ახსნა რა თქო თვითონ ხო არ ქონდა მისწეული და ისე ყველას რაღაც გარკვეული მოსაზრება იყო გამოთქმული და ახლა უნდა მოხდება შეხვედრა და რეალურად დავსახავთ გეგმებს რა უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ რა ხდება ახლა როგორ უნდა შევცვალოთ ყველაფერს ივადონო სოფლიო თასი გვაქვს მომავალ წელს ჩასატარებელი და მე რაც თავარი ოლიმპიადა რომელიც ქართული მიაქციეთ ყურადღება აი ესე უცებ ხო ხდება ხოლმე ესე აი ესე ხახვის ფურცლებივით რომ გეფრჩქნება ადამიანს და ესე გარბის ეს წლები ასე მართლაც 2 წელი ზუსტად არც თუ 2 არასრული წელი ზურბაზო მეგობრებო და ბათუმი უმასპინძლებს არა მარტო ჭადრაკის არამედ ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან და უდიდეს ფორუმს სოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა სადაც დებულების თანახმად ჩვენ გვაქვს უფლება რომ წავდგეთ და ვითამაშოთ 2 გუნდით. აი ამ რეალობიდან გამომდინარე ბატონო ხვიჩა იცი ცოტა არ იქნება იულის შესაკრები ეს არ იქნება ნამდვილად ეხა იქ პრესტიჟის მომენტიც არის მარტო ეხა ვიღაცამ აბადეთ ეხა მე რო წავიყვანო და დამსვან დაფაზე და ყველაფერი წავაგო მონაწილეობის გულისთვის ვერ გამოიყვან. გასაგებია რომ მეორე გუნდი არ იქნება ორიენტირებული რაიმე სერიოზულ შედეგზე თუმცა არც უხეშად რო თქვა და ეხა ყურებში სარწმუნო გუნდად არ უნდა იქცეს. კი ბატონო სწორედ მაგაზია სამუშაო რომ ახალგაზრდული გუნდი გავიდეს მეორე გუნდი და რაღაც ძალას წარმოადგენდეს. ბატონო ხვიჩა მოდი დაუბრუნდეთ ახლა ეროვნულ ნაკრებებს ეს სანამ თქვენ უშუალოდ როგორც გამგეობა და ქართული ჭადრაკის მეშვეურები დასახავთ გზებს აი იცით აი მე რა მინდა იცით როგორც სმელს კითხოთ ეხლა არის ასეთი ყმადაღებული ეს უფრო ობივაწელის შეფასებაა და არაპროფესიონალის თუმცა თქვენ დარწმუნებული ვარ ის არაერთის სმენია რომ უშუალოდ აი ჩვენი
დიდი დედების თაობას ხო მხედველობაში მაგის 80-იანი წლები და ეს უნიკალური მათი ჩვენი კალბატონების აუზარი მეტარეთებნაზე არ ლაპარაკობ ამბობ საერთოდ კიდევ იმ დიდ ოთხეულზე რომ იყო ესე იგი იყო შესაძლებლობა რომ მაშინ ეგრეთ წოდებულ საბჭოურ ეპოქაში გვემეცადინა იცით რუსებრელებთან სეკუნდანტებთან იყო ჭადრაკი კლასიკური გადადება თავის გარჩევებით ამას ვიღა დღეს ეს სიამოვნება მომსპარია ელემენტარულად ეხა თითო ეხა სხვა შორის გურევიჩი ჩამოდის ხო ეხა გურევიჩი ეხა იმათა შედარებით რას მოვა და ის კი არა ისიც პატივია რომ ჩვენი მსვლელები უფასო და ისე ბატონო ხუჭი არ გინდათ გურევიჩი გამოიწვიოთ სერიოზულ სანაძლეოზე დავჭედით დაფაზია რატო თქვენ ახლა შორიერ ფორმაში გავაჩვენოთ ვინ არის უეს ხო მე რა გითხრათ კარგა ხანი არ მითამაშია და აი ეხლა სტურუამ და ლაშიკომ მითამაშეს ჩანგავამ და ფანტასტიკურად ასე რომ რეალურად ეს საკითხი უნდა დავშალო თუ მაგაზე მივასაქვე გურევიჩი გარბოდეს ის დროა არა ის დროა და ვაკი ეს ხალხი რომ დაუბრუნოთ საერთოდ იცით არა მე ნაკრებს ამბობ იმიტომ რომ ისეთი მომენტი ეხლა თაზო ჩამოიყვანეთ ნუ თაზო ეხლა როგორც ჩანს საუკეთესო თაზო ეხლა დიდი ხანია უკვე ამ სამსვლელო საქმიანობაზე ამერიკაში ამერიკაში და უკვე მოთამაშის ხრივ არა ხო იმიტომ რომ ჩამოიყვანეთ თუ ძალიან გაგვიჭირდა რეალურად ეს არა კარგი ცხოვრებისგან არა რა თქმა უნდა ეხლა მიშა უკვე ასაკის ზღვარზეა მისული ნუ არაპირებს კი დანებებას მაგრამ უკვე უჭირს შემოქმედებს ნუ ღმერთმაქნას რომ მევსდებოდე მაგრამ მაინც წლები თავისაშვება ხო ეხლა ვაბადეთ ერთი ვინც 40 გადასტა და სტაბილურად თამაშობს ანანდია 18 წლის ოლიმპიადა როგორმე უნდა ხო და ეს როგორმე უკვე 18 წლის მიშა უკვე 40 გადაცილებული უკვე სოლიდური ასაკია ხო ნუ ბაადური იმედია რომ ეხა ჯობავა აი ჯობავას ხრებ ბადროხიჩა თვალი არ იცეს და შეიძლება ითქვას რომ ეს ბიჭი უკვე წავიდა ის სტაბილური გამოსწორებისკენ თუ ღმერთმაქნას რო ასე იყოს იმიტომ რა ითამაშა ოლიმპიადაზე პერფორმანსი ჰქონდა 2026 10-დან 8 პირველ დაფაზე და მთელი კიტები ასე რომ ვთქვა ნუ ჩათვალეთ რომ მოსწრა რა ბიჭმა ეგ იყო ყველა წამყვან მოჭადრაკეს ეთამაშა პრაქტიკულად და თან ნუ ამის არაოფიციალური სოფლიო ჩემპიონობა მოიგო შეიძლება პირველ დაფაზე 10-დან 8 ესეთ მეტოქეებთან და ხო ჩვენ მაბადეთ ხა ამ დროს ხა უზბეკეთს და ტაჯიკეთს არ ხვდებოდა მეტოქეზე უძლიერესი ყავდა სხვადასხვა 2004 წელს გადაიარა ასევე რო ვთქვათ რა ოლიმპიადა მაგრამ მაშინ ნუ პირველ დაფაზე არ იქცა კი ხო მაგრამ მაშინ თუმცა ბავშვი იყო მაშინ და ფანტასტიკური შედეგია ჩვენა მაშინ მაშინაც 2004 ხო იმიტოა სხვა შორის განსაკუთრებით და ქართული ჭადრაკის უნიჭიერესი კაცია ასე რომ მისგან ნებისმიერ დროს არის ყველანაირი მაღალი შედეგი მოსალოდნელი და დანარჩენები აი ვინმესგან ობიექტურად შეიძლება ბანანოხიჩა ველოდოთ მომატებას თუ ნეტა რასაც თამაშობენ შეიძლება ისე ვიმეორებ ეს თაობა იყო უნიჭიერესი თაობა რა ნეტა ეხლა აი მაგათი ნახევარი ყვანდნენ აი ლევანი ფანცულაია მერაბი გაგუნაშვილია ეს მიშა ყველა ეს ბიჭები რა მერაბის შეცვლა შეუძლებელი იყო იზორი ახლა ამერიკაში გასული იზორის დაკარგვა მაგრამ არ გიორგი ყაჭეიშვილი იცი რა ბიჭები იყვნენ აი ძალიან მაგარი გიგა უკვე ასაკში გიგა უკვე სამწუხაროდ აი დღეს აი ძალიან ჭირს აი ესეთი თაობის და ესეთი ბიჭების მოძებნა ახლა ქალებს რა შეეხება ჩვენთვის მაინც ხო იცით ნუ ვაჟებზე ასე ქალები მოდი ესე გავაკეთოთ რა ერთმა შედეგმა გააბათილოს მეორე და მაინც არ ვახშობთ მაგრამ მაშინ ეთქობა მაშინ თუ ყველა შეხვდა საუკეთესო ფორმაში ანუ წინა წელს როცა მსოფლიო ჩემპიონები გავხდით ეხლა ვთქვათ რომ შეხვდა ყველა ცუდ ფორმაში ნუ ხდება ესე მესმის ბადროხიჩა მაგრამ მანამდე კიდე იყო სერიოზული პირადი პირველობები იყო ევროპა გასაგებია სამწუხაროდ აი პირად პირველობებში აი ამ ხრივ სერიოზულად რა გჭირს ბადროხიჩა რატო ვერ ხდება მაქსიმალური იგივე თქვენი მაიას შემდეგ იყო ნანა ზაგნიცე ვისაც ჰქონდა მსოფლიოს პირველობის ფინალში თამაშის აი რეალური შანსი ეს გაუშვით ისეთი ფანტასტიკური რაღაც მოხდა პრიზე ბოლოს ეს სამეული ყოფნიდა ხო? იმხელა უბედობა სამეული კი აი მაგას ვერ ჩააწყობთ. იმიტომ აი ანუ ძალით რო გინდოდეს ვერ ამოვარდებ. ვერ ესეთ იმას ვერ გააკეთებ, რომ შენ საწინააღმდეგოდ რომ ჩააწყო. რაც მაშინ მოხდა რა იმ მსოფლიოს თასის გათამაშება რა გათამაშებაზე, რასაც გაყავდა ფინალში რა პრაქტიკულად და იქ უკვე ყველაფერი შეიძლებოდა. ასე რომ აი ეს ძალიან ისეთი კაზუსი მაგრამ ნანაში რას პირველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება რას მინდა აღვნიშნო, ეს არის საოცარი შეუპოვარი ხასიათის, სიმტკიცე ხასიათის, არ არის აი ესე თქვა სუსტი გულის კონე ეს კალბატონებს არ განეკუთვნება პირიქით იმ მასე არ არის აი რაღაც
ესე ეგრეთ წოდებული წნეხის ქვეშ მოქცევა. მის ბოლო შედეგს აღნიშნა აუცილებლად 2014 წელს, აი რადგანაც ბაადურის შედეგი აღნიშნა, სხვათა შორის მაშინ რატომღაც მე არ ვიცი რა მიზეზი იყო, დიდად არ აღნიშნულა ნანა ძაგნიძის ასევე ფენომენალური შედეგი. ნანამ რეკორდი დაამყარა პრაქტიკულად 8 ქულა აიღო 9-დან ოლიმპიადას. სასაული იყო როგორ არ ეს არის რეკორდი და ნუ ისე ეხა ბაადურის რაზეა ლაპარაკი ფენომენალური შედეგი აღნიშნა კი არა ყველაფერი სიკეთე ეკუთვნის იმ კაცს მაგრამ აი ნანას შედეგმა რა დააშავა ხო როდესაც 9-დან 8 ქულა აიღო მაშინ 2000 თან დაფაგიჭირავს თან ეს შედეგი 2014 წელს პლუს არა პლუს 1 კი არა რამის პლუს 2 თიწყებ რა პარტიაში მამაკაცებში იჯდა პირველ დაფაზე ნანა ქალებში იჯდა ასე რომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ 14 წელს ფანტასტიკური შედეგი ჰქონდა პირველ დაფაზე. მაგრამ მართა საუძრებელი. სამწუხაროდ აი ოლიმპიური ჭადრაკის აი ოლიმპიადაზე ესე იგი აი თვითონ პირადულ მედალს არ ექცევა იმ ხელა ყურადღებად და რატო არ ვიცი. ანუ ხიჭა ჩვენ აღვნიშნეთ კიდეც აი განათლებასთან დაკავშირებით და იმასაც გავუსვით ხაზი რომ ეს მარტო ჩვენი არ არის ქართული პრობლემა, იმიტომ რომ სოფლიოში ფასეულობების და განათლების ასე ვთქვა შესუსტებასთან დაკავშირებით სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მეტად სარალდება ჭადრაკი, რასაც უყურებ და ალბათ დამეთანხმებით რომ ის რომ შედარებით თანაბრდება დონე იგივე რასაც მოწმობს ამერიკის შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებული ინტერნაციონალური გუნდის ჩემპიონობა, ეხა სო ნაკამურა, ეხა ერთი ფილიპინელი, მეორე აზერი კარუანა, რომელიც იტალიელებს დღემდე საერთოდ მოჭადრაკე არ ყოლიათ, ხო? ეხა კარუანა გამოსდა პირველი. ხო და გადა ხო გადასაკ. რამხელა ფუფუნება აქვს კამსკის უარ წამოიყვანა. ხო წარმოგიდგენთ კამსკი დარჩა უკვე პირველად ნაკრებს მიღმა რამდენი ათეული წლის განმავლობაში. ხო არ არის დიდი ასაკი, მაინც და მაინც 40 ახალი გადასილებულია, ხო? თუ არ სადღაც. ხო აი ამ ფონზე, ანუ ხუჭა, სოფლიო პრობლემა. ხო, ნუ და კარსენი ფენომენზე მინდა კითხოთ ამდენად ძლიერია კარსენი თუ უბრალოდ აი სპორტულ ენაზე რო შეგეკითხოთ სხვები არიან, სხვები ვერ არიან სათანადო დონეზე. სხვები სათანადო დონეზე რომ იყვნენ ეს კაცი მაინც ძალიან ძლიერია. მაინც ანუ სერიოზულია. და ფიქრობ რომ მინახავს მისი პარტიები შემიდარებია საუკეთესო კომპიუტერულ პროგრამებთან. ეხლა გასაგებია კომპიუტერი ყოველთვის ძლიერია ადამიანზე დღევანდელი პროგრამები მით უმეტეს, მაგრამ აი პრაქტიკულად შეცდომას არ უშვებს ეს კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ქონდა პატარ-პატარა ჩავარდნები სხვათა შორის. და ჩავარდნების გარეშე ვერავინ შეუძლებელია სპორტია, მაინც რაც არ უნდა იყოს. მაგრამ აი ძირითადია ესეთი სტაბილური დღევანდელ დღეს ძალიან რთულია. ეხლა რაც შეეხება ქალი მანქანა, ხო? ნუ ყველა ველოდებით რომ ამ გოგონას ეგება რაღაცას ისეთი გაგებით ვამბობ ეს რაღაცას ქალური სული გაიხსნოს, ხო არ შეიძლება კომპიუტერად ქცეული ადამიანი ჰოუზემა ხედველობაში აგზნობებიან რაღაც ხო. არა, იმიტომ რომ ეს ქალი მუშაობს რამდენი რაღაცა 18-20 საათი, ხო მგონი დღეში და არის ჩამოყალიბებული კომპიუტერია. ემოცია აქვს და არ მაგდეს მუშაობს. ემოციაც აქვს და კარგი გოგოცაა რა. ხომ არა ამხელა უპირატესობა ძალიან ნიჭიერი გოგოა, სწორი მიდგომა ჰქონდათ, ვინც აღზარდა და ვინც ცვლის და ცვლიდა თავის დროზე. ანუ გარკვეული სკოლა გაიარა, ეს მოგეხსენებათ ეს რუსი მცველები ჩამოყავდათ და საერთოდ რუსები ჩამოყავდათ და ათამაშებდნენ მატჩებს. ეხლა მაგალითად შორტს ეთამაშება ნაიჯელ შორტს, ცნობილი ინგლისელი დიდოსტატია. ანუ რამხელა ფუფუნება სერიოზული მატჩს ეთამაშება ნაიჯელ შორტს. ხვალ ეთამაშება ტოპალოვს. ერთი თვის შემდეგ აი ეს არაკლია ეხლა თან ამ გოგოს პლუს გარდა ყველაფრისა რაც ჩამოვთვალე. ანუ ხიჭა იცით აი მესმის რომ აქ სერიოზული მონასტერში სტუმრობს ხშირად და იქ გადის იქაურ ბერებთან ესე გარკვეულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას. ეხლა მოდი რა ყველაფერი შევერთოთ და მივიღებთ საჭადრაკო ძალას. მიგაჩნიათ რომ აბსოლუტურად დაუმარცხებელია ამ ეტაპზე თეორიული შანსიც არ არის მისი მოგების. მე ერთ პარტიას არ ვამბობ, მე ვამბობ მატჩი ძალიან რთულია. ძალიან რთულია. მე ვერაფერს გამოვიწყავ, მაგრამ რთულია რა. რეალურად ნუ როგორც კალსენია. კიდევ უფრო მეტია ქალებში ახლა ეს ვიდრე კალსენი კაცებში. იქ კიდე შეიძლება რაღაც წინააღმდეგობა მიფიქროს. ამას უფრო დიდი არ ხედავ ძალიან. აი ამას მაინც თუნდაც მეტი აქვს კიდე ესა. ესე იგი მე მაინც რაღაც სუის გვირგვინს ვეპოტინები და ფსიქოლოგიურად ვებღაუჭებ, ისა სხვათა შორის ამხრივ არ შეიძლება კირსას მადლობა არ უთხრათ ფიდეს პრეზიდენტს. ისეთი არეულ-დარეული სისტემაა განსაკუთრებით ქალებში, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ხდება წაუგებლად ეთფო ისა ემშვიდობება ტიტულს. ეხლა უშენინა თუ გახდა ჩემპიონი შეიძლება მეც გქონდეს პრეტენზია რომ ნანამაც უნდა მოიგო, შეუძლია დაგნიძეს ეს ყველას აბსოლუტურად იცი და ეხლა იმიტომ ვამბობ
ესენი სერიოზულად თუ შეიძლება კი ბატონო არაფერია გამორიცხული ასე ბანო ხოჭა ეს საკმაოდ ისეთი ტრივიალური კითხვა აი ეს მაინტერესებს ყველა გამოსტილია ეხა პატარა გოგონაო ვერცერზე ვეღარ იტყვი ხო აი მართლა კარგი ასაკი აქვს დაღვინებული ისეთი უკვე საკმაოდ ხუთივეს დიდი გამოსტილება აქვს სურსუკან საკმაოდ და აი აქ უკვე იცით ალბათ უკვე საკუთარი თავის ეგრეთ წოდებული დატრენინგების მომენტი ანუ რა ჭირდება დამატებით რასაც თქვა თქვენი მოღვაწეობის შემდეგ კიდევ რა უნდა გააკეთო საკუთარ თავთან აი ფსიქოლოგიურად ხო არ იქნება აი მაბადეთ ეს მინდა კითხვა დავამთავრო ხო არ იქნება გარკვეული ბარიერი ხო არ ქმნიან ხელოვნურად რომ აი იცით სიზარმაცე უფრო არ მიესადაგება ამ კითხვას იცით ხო არ მეაჩნიათ რომ მეც უხეშად რო თქვა ვერ გაკაჩავენ ხო არ გქონიათ ასეთი შეგრძნება მათგან არ მგონია რომ ესეთი არაამბიციური მოჭადრაკეები იყვნენ ჩვენი გოგონები პრინციპში არის ბევრი ისეთი რაღაც რომელიც ესე იგი ხელს უშლის რა მესმის ეს არის უბრალოდ თქვა ზოგადად საერთაშორისო პირობები რა თქმა უნდა მე რატო ვახსენე კოსინიუკის სასახლეზე როცა უხდება ოჯახებზე ზრუნვა იგივე ხა ხო მე ხა მინდა არ შეიძლება არ აღვნიშნო იგივე გულისკენ და უბრალოდ ვისარგებლო შემთხვევით და ეხლა ძალიან ისეთ მდგომარეობაში კარგი ხანია ხო აი ნანას მამა ჩემს ძალიან ისეთ ძვირფას ფასეული ადამიანი ზურა ზარგი და უსურო გამოჯანმრთელობა და ეს უკვე მიზეზი კი არ არის ეს არის უზარმაზარი ტრაგედია აი ამის შემდეგ საერთოდ კიდე მადლობა უნდა უთხრათ ამ გოგოს რომ ეს ამ დონეზე თამაშობს და ამ დონეზე კაჩავს და პრაქტიკულად ამხელა იმის შემდეგ სტრესისა და წუხარების შემდეგ რომელიც აი და სხვა შორის ის უნდა აღინიშნოს რომ 90% ჩვენი ქალების აი ეს მე მოწინავე მოჭადრაკეები რომ ჩვენი დღევანდელი არს თუ დალხინებული ცხოვრობიდან მათ უხდებათ ოჯახების შენახვა და ეს ეხა უკვე ისე წნეხს ქმნის ვერბასო მეგობრებო რომ იქ სწორ აი რაც ბადონო ხვიჩაბძანა აი მორალურად ვერ მოთხოვ ტიტულს რა ეხა თუ ის პირობები ეხა კიდე ერთხელ ვამბობ აი თქვა თუ სასახლეს ვერ დაგიდგავენ ის პირობები მაინც უნდა გქონდეს შექმნილი ცხოვრებიდან გამომდინარე რომ შენ არ გიხდებოდეს პარალელურად იმაზე გადართვა და აი ლუკმაპურის თან დაკავშირებით და ვადრონ ხიჭი არ შეიძლება არ კითხოთ ისე და ესე ამ თაობასთან დაკავშირებით და ბევრი სვავს ამ კითხვას იცით ეს მშობელი და ეს მე მსიამოვნეს რომ სხვა შორის აი თვითონ მშობლების დამოკიდებულება მართალია ჯერჯერობის ზედაპირულია საზოგადოებას გულისხმობ მაგრამ სურვილი რომ შვილი შეიყვანო რაც დაკარგული ქონდათ პრაქტიკულად 20 წლის განმავლობაში დამეტაქმენ ერთეულების გარდა ნუ მინიმუმამდე იყო შემცირებული ზუსტად ერთ-ერთი აი ესეც არის რომ მასობრივი ხასიათი ქონდა დაკარგული ერთ-ერთი ესეც არის ხო აი ხა რას ურჩევდით ბანო ხიჭა რას გულისხმობ იცით აი ყოველთვის არის ხო გასაგებია თუ თქვა ვერ მოხდა აკადემიაში სად შეიძლება ბავშვი მივიდეს რა ასაკიდან რამდენი იმუშაოს ჯობია ჯგუფში მესადინეობა თუ ინდივიდუალურად თუ კი არ აი ბანო ხიჭა მოდი ეს ზოგადად აი თქვენი ფილოსოფია როგორც გამოსტილი მსმენელის და სპეციალისტის აი რო უთხრათ მშობლებს ასე რჩევის სახით ჭადრაკი ბოლო უამრავ დადების თვისებას ანვითარებს ადამიანში ის პროფესიონალი გახდება წავა დიდ ჭადრაკში თუ არ წავა რა თქმა უნდა ესმით ამიტომ მაინც როდესაც ადამიანს მშობელს შვილი შეყავს ჭადრაკში ამით არაფერს ის არ აგებს პირიქით იგებს უკვე რომ მინიმუმ ცნობიერება იხსნება ბავშვს უზარმაზარი იშლება ანალიზის იშლება ამ ბავშვის წინაშე და თქვენ წარმოიდგინეთ ამით არაფერი ცუდი ნამდვილად არ ხდება ამ ბავშვის მომავლისთვის და მის ცხოვრებაში. ეს ადრეული ასაკიდან არის საჭირო. შეყვანა სადღაც 6 წლიდან 6-7 წლიდან საშუალოდ შეიძლება არ დაიჩაგრება ხო 5-6 წლიდან. ნუ 6-7 თქვა. ეხლა დამწყები ცნელები არიან ჩვენთან ასე თუ ისე და შეიძლება მათთან მიყვანა და სწორი მიწონის შემთხვევაში ჯგუფი თქვა 60-კაციანი აი ეს ახლა რეკლამას თუ გამაწევინებ არა ზოგადად არა ლაშას აქვს შვენიერი სკოლა მე ვიცი გახსნა მიიყვანონ ბატონო ლაშას სკოლაში ჯანჯგაუს სკოლაში თუ ვერ მოხდებიან აკადემიაში კი ბატონო არის ქუჩაში ხوار დარჩებიან თან იმდენად მინიმალურია გადასახადი ევანდელი აი თვალსაჩიერიდან რომ არც კი ღირს ამაზე საუბარი რა თან მისი პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე ვიცი რომ არც ერთ ბავშვს პირადად უყურადღებოდ ვერ დატოვებ არ დატოვებს უბრალოდ თვითონ არ ამუშავებს ეს დასაფასებელია ვინმესთან რამეს აი ეს აკადემია იქნება ეს ფედერაციაში მომუშავე მსვლელები არა აკადემიის სარგი გაყენებული თემა ის უფასოდ 150 ბავშვი ეტაპობრივად ხო წარმოგიდგენიან გაცხრილვის ვეთოდით თუმცა თუ კი თქვა ვერ გადალახა ბარიერი კიდევ რჩება მას შანსი რომ აი თქვენ რა ბზანეთ სხვა რომელიმე სკოლაში რომელიმე პედაგოგთან განაგზოს
ბევრი რაღაც არის დასახვეწის აკადემიის მუშაობაშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ესე შევა ალბათ ამ პროგრამაში ხო? მიდის ახლა ამაზე ლაპარაკი და ალბათ ერთობლივად ყველაფერს ამას შევიმუშავებთ და იმედია სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ რა ბოლო და ბოლო. იმიტომ რომ შეიძლება ფულის დაიხარჯოს ისიც ჩატარდეს შეკრებებიც და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ეს თანმიმდევრული და სწორი არ იქნა გაკეთებული, როგორც არის საჭირო იმ მომენტისთვის, მოცემული მომენტისთვის, შეიძლება წყალში გადაყრილი იყოს, როგორც არის ის შემთხვევაში ეს ყველა. და ძვირფასო მეგობრებო, რითიც დავიწყე ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მინდა დავამთავროთ, ეს უფრო ეხება იმ მშობლებს და იმ კატეგორიას, ვისაც განზრახული აქვს, რომ აზეა რომ შვილი ჭადრაკს, აქ არ არის კიდე ერთხელ ვამბობ, ხას უსვა და რაც ბადონო ხვიჩა ბძანა თავარი ის რომ გამოვა თუ არა პროფესიონალი, ის თქვენ უკვე იგებთ იმით, რომ ის როგორც პიროვნება ანალიტიკური აზროვნების და ცნობიერების ხრივ ძალიან ბევრს იგებს უკვე პირველივე წლებიდან ჩათვალე დაიწყოვრების პირველივე წლებიდან ხედულობაში მაქვს 2-6 წელი და რაც მთავარი უნდა აკითხოთ წიგნი რამე თუ გაუნათლებელი მოჭადრაკე როგორც მოჭადრაკე ვერ შედგება ბადონო ხვიჩა კიდე ერთხელ განმეორდეთ ეს აქსიომაა ხო რაზე ლაპარაკი ეს აქსიომაც არის და განვლილია ყველაფერი ხო კაცობრიობის ჭადრაკს თამაშობდა დიდი მოჭადრაკე ყველას უზარმაზარი ცოდნა და განათლება ჰქონდა ბადონო ხვიჩა ვიქონიოთ იმედი რომ თქვენი აი ყველა აბსოლუტურად ეხა გამგეობა კიდე ერთხელ ვამბობ არის გაფართოებული შემოქმედებით სადაც წარმოდგენილია უკლებლივ ყველა უძლიერესი სერიოზული სპეციალისტი მე ხამ ჩამოთვლა შორს ამიყვანდა ანუ მთელი სრულიად ქართული საჭადრაკო სამყარო და არ ვიცი ეხა ისევ თქვენზეა დამოკიდებული ხო შევეშვათ ამ თაობა შევეშვათ თქვა ეროვნულ ნაკრებს ისევ თქვენ უნდა იპოვოთ სად არის დამარხული ისევ თქვენ უნდა იპოვოთ ხრაკლიტულის გასაღები და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე მოხდება დრო არ ითმეს ბადონო ხვიჩა ჩვენ ეს ორი უახლესი წელი გვაქვს ინტენსიური ისევ და ისევ ჩვენ ქვეყანაში გასამართი ზეპრესტიჟული შეჯიბრებები სოფლიო თასი აღარ ვლაპარაკობ თქვა გრან-პრიზე გრან-პრი უკვე სადღაც ისე იწევს მესამე ხარისხოვან ის სოფლიო თასი და შემდგომ ოლიმპიადა სადაც უკვე სერიოზული შედეგისთვის გვექნება ბრძოლა სხვა მხრივ წყალში არ ჩაგვეყრება მაგრამ ძალიან დიდ დარტყმას მივიღებთ რა აზრის დაშვებაც არ მინდა. წარმატება მინდა გისურვოთ ბადონო ხვიჩა. მადლობა მსმენელს და იმედი გვაქვს მომავლის. იცოცხლით. გაიხარეთ. წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარილაშვილთან ერთად.